გაიხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა და ვინ არის ეს? რა თქმა უნდა ადამიანი, ურწმუნო ადამიანი, მოდი. ურწმუნო ადამიანი არის შიშით შეპყრობილი, რომ უნდა მოკვდეს და გამოსავალს რაში პოულობს? არ ფიქრობს. მის თვალწინ უამრავი ადამიანი გარდაცვლილა, ხედავთ ადამიანებს გარდაცვლილს, მაინც არ ვფიქრობთ, ეს თითქოს ჩვენ არ გვეხება. როცა ადამიანი განსასწრებით მოდის ხოლმე, თქვათ, მის ჯანმრთელობას რაღაცა პრობლემა შეეხება სერიოზული, მე სულ ვეუბნები ხოლმე, ჩემი ნუგეში ესეთია რა. ვეუბნები, შენ როგორც ქრისტიანი არ ვარ გოდი, იყავი გულგრილი, ეს ყველას გვეხება რა. არ არსებობს ადამიანი, რაც უნდა გულმხურვალი იყოს, რომ უთხრა, რომ შენ არ ვარ გოდი როგორც ქრისტიანი და არ დაგეთანხმოს, მაგრამ ძირითადად ხო ეს მართლაც ობიექტური სინამდვილეა. შენ არ იყავი გულმხურვალი, შენ იყავი იშვიათად მლოცველი და იშვიათად მაზიარებელი. და არ გახსოვდა სიკვდილი და რაღაც ისე ამ ქვეყნიური მიზნებით იყავი ბოლომდე შეპყრობილი და ახლა ვეუბნები, გაქვს мотиваცია, რომ ესე იგი მოუკლებელი მლოცველი გახდე, ხშირად ეზიარო და მუდამ გახსოვდეს სიკვდილის შიში. ამიტომ ეს განსაცდელი შენთვის ძალიან სასარგებლოა და ახლა მაინც ამ განსაცდელი ჟამს დაიწყე ქრისტიანული ცხოვრება, ისეთი რომელთაც მანამდე უნდა გეცხოვრა. და ეს განა ყველას არ გვეხება. განა ჩვენ არ მოვკვდებით, განა ჩვენ ვიცით, როდის მოვკვდებით, განა ჩვენ ვიცით, რომ ამ საღამოს ცოცხლები ვიქნებით. ქრისტიანები ხო ასე უნდა ცხოვრობდეს სიკვდილის ხსოვნით, რაც ნიშნავს იმას, რომ არაფერ მიწიერს ჩემი გული არ მიეჯაჭოს. ვიყოთ გულმხურვალენი ღვთისძიებაში და ინტენსიურად ევქარისტიულად მაცხოვრებელი. მაშინ თუ ასე ვაკეთებთ, ჩვენ ეს მონობის უღელი, ეს საცოდავი ბიოლოგიური შიშით დადგონული ადამიანები კი აღარ ვიქნებით. არამედ გავთავისუფლდებით აი ამ საშინელი მდგომარეობიდან. და ეს გათავისუფლება მოგვიტანა სწორედ იმან, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და ჩვენ თვალწინ გაანადგურა სიკვდილი ჯვარზე, როცა აღდგა.